მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel. დღეს თავაზობთ კიდევ ერთ ამანათს Gearbest-დან. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი ამანათია, როგორც ხედავთ, საკმაოდ მასიურად ჩანს. შესაბამისად წონაც არის დაახლოებით კილოგრამი და 400 გრამი. როგორც ხედავთ, რა თქმა უნდა მოდიოდა ნიდერლანდების ფოსტით, ტრეკ ნომერიც მოყვებოდა და მთავარი ის არის, რომ ჩამოვიდა დაახლოებით 18-19 დღეში, ანუ გამოვიწერეთ დაახლოებით 18 ივნის და ჩამოვიდა 8 რიცხვში. 8 ივლის, 18 ივნის გამოვიწერე, 8 ივლის ჩამოვიდა. მოდით ვიზუალურად ესე გამოიყურება როგორც გაჩვენეთ, მოდით თვითონ ამანათი გავხსნათ, ხოლო სანამ ამანათს გავხსნიდე, მანამდე მინდა გითხრათ, რომ აქ არის ის ნივთები, რომელიც უკვე ჩემს არხზე დევს და არის ნივთები, რომელიც ჩემს არხზე არ დევს და მინდა გაჩვენოთ ეს ნივთები. ნაწილებად ამ ვიდეოს არ გავხსნით. მოდით თვითონ ამანათი გავხსნათ. მანათში მეტი აღარაფერი აღარ არის, როგორც ხედავთ. ესეც შეგვიძლია გადავდოთ. მოდით მეგობრებო, დავიწყოთ ყველაზე პატარა ნივთით. ეს ალბათ თქვენთვის კარგად ნაცნობი ნივთია. ეს არის თავის მასაჟორი, როგორც ხედავთ. რაც შეეხება ხარისხს, აი აქეთ ამ ხარისხს ამ ადგილს მოვაძრობ. ეს კარგად ხილად მოვაძროთ. აი ამ ადგილას როგორც ხედავთ არის საკმაოდ ლამაზი დამუშავება, სავარაუდოდ პლასმასია. ეს ადგილი არის ხეხის მასალისგან დამზადებული, დაახლოებით $1 თუ არც $1-ზე ოდნავ მეტი ღირდა. თავის ფასს სრულიად ამართლებს ეს ნივთი. თუ დაინტერესდებით ამ ნივთის შეძენით, ბმული იქნება აღწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ სურათებიც დაათვალიეროთ. სრული შემთხვევაში შეგიძლიათ შეეძინოთ ხარისხს ჩემის აზრით ფასი შეესაბამება. ეს გადავდოთ და გადავიდეთ შემდეგ ნივთებზე. შემდეგი ნივთები არის აი ეს ორი ნივთი. ეს როგორც ხედავთ ორივე არის ერთი და იგივე. და გავხსნათ ერთ-ერთი, მაგრამ აი ესე. აი შეფუთვას ხედავთ ალბათ, საკმაოდ მძიმე ჩანს თვითონ ნივთი. ესეც გამოვიღოთ და ესეც ასე როგორც ხედავთ, კუჩი მეტი არაფერი არის, შეგვიძლია გადავდოთ. რაც შეეხება ამ ნივთს, მოდით პირველ რიგში ვიზუალურად დავათვალიეროთ. აი ესე გამოიყურება. ხარისხი, პირველ რიგში ხარისხი, რა თქმა უნდა, ხარისხი ძალიან მაღალი ხარისხისაა, პლასმასი. აი აქ როგორც ხედავთ LED ნათურებია, ხოლო მოკლედ თქმა დამავიწყდა, ეს არის მზის ელემენტზე მომუშავე ნათურა. როგორც ხედავთ, აქ ასევე ჩამოსაკიდი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადგილას ჩამოკიდებთ. აქ ამ ადგილიდან იტენება, სავარაუდოდ აი ამ მიკრო USB პორტი აქვს, როგორც ხედავთ. აი ესე შევაერთებთ, არ ვიცი ხო ჩაერთობა თუ არა, ნამდვილად ეს შევაერთებთ. აი როგორც ხედავთ, მუშაობს. თუ მიკრო USB-ს გამოვიღებთ, ანუ როგორც ხედავთ, თან აქვს ჩაშენებული ელემენტი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს განათება. აქ აქვს ჩართვა გათიშვის ღილაკი, აქ აქვს ინდიკატორი, აქ აქვს მიკრო USB პორტი, რომლის მეშვეობითაც იტენება ამ მზის ელემენტით. აქ აქვს ჩამოსაკიდები, საკმაოდ კარგი მასალის მეტალისგან დამზადებული. მოკლედ მეგობრებო, დაახლოებით ეს ნათურა ღირდა თუ არ ვცდები $5, ანუ ეს თლიანი კომპლექტი ღირდა $5 და ჩემის აზრით თავის ფასს სრულიად ამართლებს. პირველ რიგში ყველაზე მეტად მომეწონა თვითონ ეს ნათურა, ყველა დეტალი არის ძალიან მაღალი ხარისხისგან დამზადებული და სრულიად შემიძლია გირჩიოთ ამის შეძენას თუ გაქვთ რა თქმა უნდა სურვილი. რაც შეეხება mouth tools, თვითონ mouth tools აი ესე გამოიყურება. როგორც ხედავთ, აქ აქვს თუ არ ვცდები ორმაგი ლენტი. კი, აი ამ ადგილას თვითონ აქვს ორმაგი 3M სკოჩი, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ მასალაზე, ნებისმიერ კედელზე ან თუნდაც შუშაზე დაამაგროთ. ხოლო ეს აქეთ ამ მხარე არის მზის, ეგრეთ წოდებული მზის ელემენტი, რომლის მეშვეობითაც იტენება აი ეს ნათურა, ანუ აქ ჩაშენებული
ელემენტი. ზუსტად არ ვიცი რამდენი აქვს ელემენტი, შეგიძლიათ მული იქნება აღწერაში გადახვიდეთ ნახოთ. ანუ პრინციპი ალბათ ყველასთვის გასაგებია, ეს რა თქმა უნდა იდება იმ ადგილას, სადაც მზეა. ამას ვაერთებთ რა თქმა უნდა ნატურაში, სწორად. სავარაუდოდ, აი როგორც ხედავთ, ნატურა თუ აი მაგალითად თუ გადავატრიალებთ ჩაქრა თუ ვაჩვენებთ, ეს იმას ნიშნავს, ანუ მზის პანელი თუ სინათლისკენ მიუშვერთ, იმ შემთხვევაში იწყებს დატენვას. აი მაგალითად აი შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ, დარწმუნდეთ. ესეც ასე. ჩემის აზრით, თავის ფასს ამართლებს. რაც შეეხება მაუთულს, დაახლოებით 3 მეტრი უნდა იყოს, ახლა ამას არ გავხსნით, მაგრამ მაუთული არის კარგი ხარისხის მასალისგან დამზადებული. ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ. როგორც ხედავთ, ესე ირთვება, ეთიშება. ეხლა მე გავთიშავ ჩემს განათებას და სრულიად ვეცდები მაქსიმალურად ჩავაბნელო ჩემი სამუშაო ადგილი და გაჩვენებ თუ როგორ ანათებს ეს ნატურა. აი როგორც ხედავთ, ჩემი განათებები გავთიშე. ეხლა ჩავთავთ მე თვითონ ამ ნატურას და ნახეთ, შეაფასეთ როგორ ანათებს. ჩემის აზრით ძალიან კარგად ანათებს. აი თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შეხედოთ როგორ გამოიყურება. განათება არის ძალიან კარგი. თუ სურვილი გაქვთ, რეკომენდაცია ჩემგან გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ. კიდევ ერთხელ გიმეორებ, მული იქნება აღწერაში. კითხვები გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში. მოკლედ ეს ნივთი გადავდოთ და გადავიდეთ შემდეგ ნივთებზე. ხოლო შემდეგი ნივთი ამანათში არის მაგალითად აი ეს დოებით გადავდოთ. ეს არის მეგობრებო ნატურა. აი როგორც ხედავთ, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მონაცემები წაიგითხოთ, 3 ვატიანია, როგორც ხედავთ. LED ნატურა, მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს არის RGB ნატურა. ეს ამოვიღოთ. აი სულ მეტი არაფერი არ არის. რაც შეეხება თვითონ ნატურის დამზადების ხარისხს, ჩემის აზრით ძალიან კარგი ხარისხისაა. ეს წინა მხარე როგორც ხვდები არის მეტალისგან, სავარაუდოდ ალუმინია. აქ არის პრიალა ზედაპირის მქონე პლასმასი და ეს მეტალიც, აქეთ მხარე რა თქმა უნდა მეტალია. მოკლედ საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, მისი ამ დამზადების ხარისხი არის უმაღლესი, დაახლოებით 10 ლარი ღირდა ეს ნატურა და რა თქმა უნდა პლუსი ის არის, რომ მოყვება ეგრეთ წოდებული პულტი, რომლის მეშვეობით შეგვიძლია შევცვალოთ ამ ნატურას ფერები. რაც შეეხება ელემენტი მოყვება როგორც ხედავთ, ჩვეულებრივი პულტია, აქ ვირჩევთ ფერებს, მეც სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვერკვევი ამაში, როგორც ხედავთ, აქ არის ჩართვის ღილაკი, გათიშვის ღილაკი, აწევის ღილაკი, დაწევის ღილაკი, აქ ფერების არჩევანი და აქ რეჟიმები. აი უფრო კარგად შეგიძლიათ ნახოთ აი ასე. ალბათ კარგად ჩანს ყველა ღილაკი. მოდით მე ახლა თან მაქვს ჩემ ბავშვის ეგრეთ წოდებული ნაჩნიკი. აი ესეთი გამოიყურება, ზუსტად როგორც ხედავთ, პატარა დიამეტრის მქონე ეგრეთ წოდებულ პატრონებისთვისაა განკუთვნილი ეს. ესე ჩავდებთ. აი როგორც ხედავთ, უკვე ჩაერთო. აი ესე. აი ალბათ ხედავთ. უკვე ანათებს თვითონ ავტომატურად, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ნატურები დავაყენოთ, აი მაგალითად წითელს დავაწექი, ან მწვანეს დავაწვევი, აი მაგალითად ლურჯს დავაწვევი, აი მაგალითად ახლა გათიშვას დავაწვევი, ჩართვას დავაწვევი, აი დაწევას, აწევას, სიმკვეთრის. რაც შეეხება აქ ფუნქციებს, აი მაგალითად ფლეში, აი ფლეში. ალბათ უბრალოდ გადადის ერთი ფერი მეორე ფერში, მეორეს დავაწვევით. ეს არის strobe ესეთი რეჟიმი. ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ. კიდევ არის fade, ანუ ერთი ფერიდან მეორე ფერში გადასვლა. ალბათ ხედავთ. და ბოლო არის smooth. ალბათ ხედავთ წარწერებს. აი ეს თუ დავანათებთ შეგვიძლია ვნახოთ. მწვანე ფერები. აი ჩემის აზრით
ესეთი ნივთში 10 ლარის გადახდა სულაც არ უნდა იყოს პრობლემა და თავარი ის არის რომ არის რა თქმა უნდა ხარისხიანი. რაც შეეხება დისტანციას თუ როგორ ანათებს, ეს როგორც ხედავთ თვითონ ნატურა ისე აწყობილი რომ წინა მხარეს ანათებს, ანუ გვერდზე ანუ 180 გრადუსით არ ენათება და შესაბამისად თქვენ თვითონაც ხედავთ განათების დიაპაზონს. მოკლედ რა შემიძლია ამ ნატურაზე გითხრათ მეტი, თავის ფასს ამართლებს პირველ რიგში რა თქმა უნდა პირველ რიგში მუშაობს და ასე დიდი პლუსია რომ RGB-ა და მოყვება თავისი პულტი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ფერები ვარეგულიროთ და ასევე ჩავთო და გავტიშოთ. სრული შემთხვევაში ბმული იქნება აქ წერაში, კითხვები თუ ექნება დაწერეთ ამ ნივთთან დაკავშირებით, აუცილებლად მოგწევთ. მოდით ესეც გადავდოთ და გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. ხოლო შემდეგი ნივთი არის იგივე პრინციპის ნატურა, ანუ ესეც არის RGBA ნატურა, რომელსაც მოყვება პულტი. აი როგორც ხედავთ, თვალწები ზუსტად ერთ-ერთში იგივე პულტია. აი ესე გამოიყურება, შეგვიძლია შევადაროთ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ეს უფრო დიდი დიამეტრის ეგრეთ წოდებულ პატრონისთვის არის განკუთვნილი, ხოლო ეს პატარა დიამეტრისთვის, ხოლო პულტი ორივეს პულტი ერთი და იგივეა, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, უბრალოდ ცოტათი ფერების ადგილმდებარეობებია განსხვავებული. რაც შეეხება თვითონ მასალას, ეს წინა მხარე რა თქმა უნდა პლასმასია და კარგი ხარისხის პლასმასისგან არის დამზადებული. ეს ნაწილი, სადაც სავარაუდოდ LED ნათურები არის, ეს არის ალუმინი და ეს რკინა, როგორც ხედავთ, ვიზუალურად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი ხარისხისაა. მოდით ახლა ვეცდები გადავინაცვლო ოთახში, სადაც დავამაგრებ ამ ნათურას და ვნახავთ თუ როგორი ფერებით ანათებს ეს ნათურა. მოკლედ მეგობრებო, ახლა ვართ ბნელ ოთახში, როგორც ხედავთ, უკვე დავამაგრე ჭაღზე ეს ნათურა, შეგვიძლია ჩავთოთ და ვნახოთ. აი ესე ანათებს ეს ნათურა. რაც შეეხება განათებას, ოთახი ძალიან კარგად არ არის განათებული. უბრალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ნათურა, როგორც დეკორატიული განათება. არ ვიცი როგორ რა შეიძლება გამოგადგეთ. შეგვიძლია ხელით ცვალოთ ფერები. აი ესე. შეგვიძლია დავაწვეთ აი ამ რეჟიმს და თვითონ ავტომატურად გადავა სხვადასხვა ფერში. ეგ უკვე თქვენზე დამოკიდებულია, რამდენად შეიძლება ეს ნათურა გამოგადგეთ. შეგვიძლია ასევე ჩავთოთ მეორე ნათურა. აი როგორც ხედავთ, თუ კარგად ხედავთ, ეს არის მეორე ნათურა, რომელიც გაჩვენეთ ამ ვიდეოში, აი ესე ანათებს, ანუ ეხლა დევს თითქმის იატაკზე და აი ესე აქვს, ანუ ზედამ რაღაც დაახლოებით 1 მეტრის დიამეტრის რადიუსში ანათებს, 2 მეტრის მანძილზე. შეგვიძლია როგორც წინა მოდელს ვუცვალოთ ფერები, ასევე გადავყვანოთ ბლუარ რეჟიმზე. აი როგორც ხედავთ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეაფასოთ ამ ნათურის განათება, სრული შემთხვევაში შეგიძლიათ შეეძინოთ. აი ესე მუშაობს მზის ელემენტზე მომუშავე ნათურა. სრულიად შემიძლია გითხრათ, წინა ნათურებთან შედარებით ძალიან კარგი განათება აქვს და ყველაფერი კარგად ჩანს. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შეაფასოთ როგორ ანათებს. მე შემიძლია სრულიად მოგცეთ რეკომენდაცია ამ ნათურის, თუ სრული გექნებათ, შეგიძლიათ შეეძინოთ, ბმული იქნება აღწერაში. მოკლედ მეგობრებო, თქვენ თვითონ შეაფასეთ როგორ ანათებდა ეს ნათურები. სრული თუ გაქვთ, შეეძინეთ, ბმულები იქნება აღწერაში. მე ყველაზე მეტად აი ეს ნათურა მომეწონა მაგალითად, რადგან თითქმის არ ჭირდება კვება, ერთადერთი მზის ელემენტი შეგვიძლია დავამაგროთ გარეთ, როგორც ხედავთ, პატარა განათებაზეც კი იტენება უკვე. კითხვები გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში, მოიწონეთ ჩვენი არხი Facebook-ზე, ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, მოიწონეთ ეს ვიდეო, დიდი მადლობა რომ ვიყურებთ, კარგად გრძანდებოდეთ.